მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გვისმენთ მთელ საქართველოში, გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე. თბილისში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი მეხუთედ იმართება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამ თემაზე ვისაუბროთ ჩვენს სტუმართან ერთად. ანა ნოხიჯაკაძე შემოგვიერთა, ფესტივალის პროდიუსერი და ასევე ახალგაზრდული ანსამბლის ტრიო, რომლის პრინციპში საეთერო ნათლობა დღეს შედგება ჩვენთან პირდაპირ ეთერში, მაგრამ რადგან ყველა ეთერი და მით უმეტეს ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ეს იწყება მშვიდობით, მოდით ჩვენც მივცეთ შესაძლებლობა ახალგაზრდებს, ქეთი ბასილაია, ნიკოლოზ ბასილაია და გიორგი ჩორგოლაიშვილი, ეს არის ახალგაზრდული ანსამბლის ტრიო, შეგვისრულონ ძალიან კარგი და განსაკუთრებული ნიმუში ქართული ფოლკლორული შემოქმედების და შემდეგ უკვე ვისაუბროთ სტუმრებთან ერთად ამ თემაზე. მეგობრებო, ქეთი, ნიკოლოზ და გიორგი. სხვადასხვა ახალგაზრდული ანსამბლის ტრიოს არ აქვს სახელი. და მოდით ახლა მივცეთ ჩვენ შესაძლებლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, ვინც სოციალურ ქსელში გვადევნებს თვალყურს, რომ თავისი ვერსიები შემოგთავაზოს, რა შეიძლება დაარქვან ამ ტრიოს. ძალიან საინტერესო ნიმუში გააჟღერეთ და ფაქტობრივად მე ხა გადევნებდით თვალყურს და უშეცდომოდ თან დილის 9 საათზე ეს მარტივი არ არის. მოდით ქეთი მიყვეთ ესე და დავიწყოთ თქვენგან. რამდენი ხანია ხალხურ სიმღერას ასრულებთ და რით არის ის განსაკუთრებული, საინტერესო და ემოციური თავად თქვენთვის? იმიტომ რომ თაობას რომელსაც ჩვენ მუდმივად რაღაცნაირად ვაძლევთ შესაძლებლობას რომ გვასახელონ ასე ვთქვათ ჩვენი ქვეყნისთვის და ყველასთვის უკეთესია რასაკვირველია რომ მინიმუმ ვჯობდნენ მაინც დღეს აქვთ უამრავი შესაძლებლობები, ხო? რასაც ვუყურებთ ნანოტექნოლოგიების ეპოქაში ვართ, სოციალური მედიის ეპოქაში ვართ, აგერ ხელოვნური ინტელექტი თავად მღერის და წერს უკვე უბრალოდ უნდა დაუკვეთო და ამ ფონზე შენ ავთენტიკური შესრულებით ცდილობ გააცოცხლო შენი წარსული. აი რა არის ეს რო აგვიხსნათ?
ხალხურ სიმღერას ვღერით პატარა ასაკიდანვე გუნდში საგალობელი ქალბატონ მაია მიქაბერიძესთან. მან შეგვაყარა ხალხური სიმღერა პირველად და იმდენად შეგვეყვარდა მართლა რომ ამდენი წელია უკვე მერვე წელია ვღერით და მაქედან გამომდინარე მოგვინდა რომ ცალკე ანსამბლის ჩამოგვეყალიბებინა. და საერთოდ ნებისმიერ კონცერტზე აი საერთო სიმღერისას ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი იმდენად ანუ როგორც ქართული სიმღერა და ჩვენ როგორც ქართველები განსაკუთრებულად რა თქმა უნდა გვიყვარს და საერთოდ სხვა შეგრძნებაა და სხვანაირად გვიძგერს გული ასე ვთქვათ და კი ბატონო გიორგი თქვენთან როგორ არის საქმე რამდენი ხანია რაც ამ შემოქმედებით ინტერესდებით და რატომ აი ეს რო გითხრათ თქვენი თანატოლები მეგობრები რას გეუბნებიან ისინი ხომ არ არიან ამ საქმეში ჩართულები 8 წელია უკვე რაც საგალობელში დავდივარ პატრიარქის ათულების გუნდში მაია მიქაბერიძის თონიკე მანძკაოს და რამინ მიქაბერიძის ხელმძღვანელობით და ჩემი მეგობრები ძირთადად ამ სფეროდან არიან თქმა უნდა ყავს სხვა მეგობრებიც რომელიც ძალიან დაინტერესებულები არიან ამ სფეროთი და წარმატებისკენ მომიწოდები ძალიან კარგი ნიკოლოზი ყველაზე უმცროსია თქვენ შორის. ნიკოლოს, შენთან როგორ არის საქმე, აბა? მე 19 წელია უკვე რაც ვღერი მაია მიქაბერიძესთან და დარწმუნებული ვარ ჩვენი ანსამბლის ყველა წევრისთვის ნამდვილად განუყოფელი ნაწილი უჭირავს ჩვენს სიმღერას და ამ ანსამბლს. წარმატებები მინდა გისურვოთ მეგობრებო და მოდით გადავიდეთ ჩვენ სტუმართან ანანო ხიჯაკაძესთან. ანანო, ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ჩვენი მსმენელისთვისაც და მაყურებლისთვისაც და თავად ჩვენთვისაც მოიხდინათ ერთგვარი პატარა ჯადოქრობა ასე დილაუთენია ამ ბავშვებს და ასეთი ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის ხოლმე თავს ამ ფესტივალზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თბილისში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი უკვე მეხუთედ იმართება. მოდით ვისაუბროთ ამ ფესტივალზე რით იქნება გამორჩეული და შემდეგ ვისაუბროთ ასევე ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის და ალბათ ჩვენი აუდიტორიისთვისაც როგორ ვეძებთ ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს. ისინი თავად პოულობენ თუ თავად ეს ფესტივალი ან გარკვეული ტიპის აქტივობა ამ საქმეში გეხმარებათ. მოგესალმებით, მოხარული ვარ რომ მოგვიწვიეთ და ამ ჯადოქრობის ნაწილი ვარ მეც, თქვენ ნახეთ პატარა წერტილი და პატარა ნიუანსი ამ საოცარი ბავშვებით მოისმინეთ საოცარი მართლა ჯადოქრობა, მაგრამ უფრო დიდი ჯადოქრობები რო წინ 5 წელია უკვე ვატარებთ ფესტივალს. ფესტივალი გამოირჩევა იმით, რომ არ არის საკონკურსო. არ არის საკონკურსო ეს ფესტივალი, ეს არის წამახალისებელი ისეთი საანსამბლო ჯგუფებისთვის და მადლობა ღმერთს რომ თბილისში უამრავი ესეთი ფოლკლორული ჯგუფი არსებობს, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ და არ არიან ეს სახელმწიფო დოტაციაზე. ამიტომ წამახალისებელი მათთვის იქნებოდა თუ არა, რა იქნებოდა ისე თუ არა ეს კონცერტები, მათი ურთიერთობები და რაც მთავარია ერთად შესრულებული მრავალჟამიერი, რომელიც აი ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჯადოქრობის გვირგვინია ესე ვთქვათ. მათ აქვთ ესე იგი ყველა მონაწილე გუნდი ერთად ასრულებს მრავალჟამიერს. და ეს აი საოცარი მოსასმენია და ისეთ შეგრძნებებს იწვევს, რომ აი სიტყვები უძლურია ამ დროს, მხოლოდ შეგრძნებები რჩება და რჩება ურთიერთობები, რჩება საშემსრულებლო მანერის ასევე ტექნიკების, მეთოდების ურთიერთგაცვლა. მათ უყვართ ერთმანეთი და ერთ ფერხულში არიან მუდმივად. ეს არ არის ერთჯერადი ფესტივალი, ეს არის ყოველ წელს უკვე ნახეთ 1000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 50 გუნდია ფიზიკურად დღეის ჩათვლით, ახალი მონაწილეები ჩათვლით და მინდა გითხრათ რომ ისინი ერთჯერადად არა, აი ყოველ წელს ორნაწილიანია მოგეხსენებათ ფესტივალი და პირველ ნაწილში თუ ახლები იღებენ მონაწილეობას და მათ გულშემატკივრობენ, მეორე ნაწილში დაჯილდოების ნაწილში მათაც გამოიყოფათ დრო და ორი კონცერტი ტარდება დილით და საღამოს დაჯილდოებით სრულდება ეს ყველაფერი და ისე იგი მე ეს ახალგაზრდები როგორც ვატყობ მე თავად აგრძელებენ ასე ვთქვათ გზას ხშირ შემთხვევაში ვთქვათ ანსამბლებიდან ან გუნდებიდან ტრიოც იქნება და ფაქტია რომ მომსწრევართ ასეთი ახალი ძალიან საინტერესო ტრიოს დაბადების მოდით გითხარით ძალიან მნიშვნელოვან ხაზგასმას ქონდა აქ ადგილი პედაგოგ
პედაგოგებზე, იმ ნიუანსებზე, რომლითაც ფაქტობრივად სწავლობენ ისინი ავთენტიკური შესრულებით ხალხურ მუსიკას და მის გაცოცხლებას მასწავლებლები ჟიურის როლი, ანუ ადამიანები, ვინც რეალურად აფასებენ, რა ადგილს იკავებს აი ამ ფესტივალში და რა როლი აქვს მას. ეს არის რაღაცნაირად დამხმარე რგოლი და საშუალება თუ ვთქვათ ადამიანების რაღაც ნაწილი, რომლებიც აფასებენ, ვთქვათ და რაღაცა თავისი კრიტიკითაც გამოირჩევიან. აი რა როლი აქვს და რა ფუნქცია. კი ბატონო, ალბათ წინა კითხვასაც დაუბრუნდები და განვავრცობ, რომ ეს თქვენ მკითხეთ ესეთი რაღაც, როგორ მოდიან, პოულობენ თუ პოულობთ. ორივე შემთხვევა არის ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც გამოვაცხადებთ მიღებას, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ ჩვენ თვითონ მოგწონს რაღაც გუნდი და შეთავაზებას ვაკეთებთ, მაგრამ გამოცხადებული კონკურსიდან რეკლამებიდან სოციალურ ქსელში ეს როდესაც დაიდება, ისინიც გვიკავშირდებიან და მე ხდება ჟიურის მიერ, ორგანიზატორების მიერ მათი გადარჩევა. შეიძლება წელს თუ არ მიეცა საშუალება, მომავალ წელს მათ აუცილებლად ექნებათ საშუალება ამ ყველაფრის და უნდა გითხრათ, რომ ჟიურის წევრებს არ აქვთ ის დატვირთვა, რომ არ მინდა უხეშად გამომივიდეს თითი დაუქნიოს რომელიმე ჯგუფს ან მათ ხელმძღვანელს პირიქით. მათ ჟიურის წევრები არიან პროფესიონალები, მათი გამოცდილება არის ესე იგი უზიარებენ დიახ ამ ყველაფერს და ეს იმდენად სიყვარულით ხდება, იმდენად ფაქიზად ხდება, რომ ყველაფერი რიგზეა ყოველთვის. კიდე რა თავისებურებები გამოარჩევს ამ ფესტივალს? რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება? მოდი ვთქვათ, რომ 24 ნოემბერს 19 საათზე დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის დარბაზში გაიმართება ეს ფესტივალი და რეალურად თუ გადავავლებთ თვალს აი ამ 5 წელს რით არის გამორჩეული? როგორ იზრდება ფესტივალი? ფესტივალი მოგეხსენებათ ინიციატორი ეს არის საკრებულო და მერია, ასევე ორგანიზატორები ბატონი დავით ცინცაძე და ქალბატონი მაია მიქაბერიძე და ამ 5 წლის განმავლობაში გამორჩეული ხდება ყოველ წელს. ეს არის პირველ ჯერზე 10-მა გუნდმა გამორჩეულმა მაქსიმალურად დიდმა გუნდებმა და ესე იგი გამოცდილების მქონე გუნდებმა მიიღო მონაწილეობა. შემდეგ წელს სტუდენტები და ახალგაზრდული გუნდები შემოგვიერთდნენ. შემდეგ იყო უმცირესობის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, წელს ახალბედები არიან და ჩვენი ესე იგი ნიშა არის ის, რომ ჩვენ ფაქტის სახეზეა, რომ ახალი გუნდებიც დავბადეთ ამასობაში, მათ გამოცდილებაც მივეცით და ისინი მომავალ წელს უფრო დიდი გამოცდილებით დაგვებრუნდებიან და მათ აქვთ ასევე ხელმძღვანელებს ერთჯერადი სიმბოლური თანხა საჩუქრად, ასევე პრიზები აქვთ, დიპლომები აქვთ სამადლობელი, რომელთაც მართლა აი ჩვენი წარწერა არის ესეთი, მადლობა რომ თქვენ ფოლკლორში დიდი წვლილი შეგაქვთ და ზუსტად ესია, ისინი არიან ის ადამიანები დღეს, რომლებმაც უნდა გააგრძელონ და შემდეგ გადაცენ მომავალ თაობას და გამორჩეულობა აქ არ არის საკონკურსო, არამედ გაერთიანება ამ თავარი ჩვენთან და გვიხარია რომ ეს გაგრძელდება, იმედია აგერ უკვე 5 წელია და რადგან შედეგები დიდი დაიდო და ძალიან მრავალფეროვანი, მე ვფიქრობ, რომ დიდხანს გაგრძელდება ჩვენი ფესტივალი. რატომ ხალხური? მე მინდა ჩვენს ახალგაზრდებს ვკითხო. აი დღეს არის ზუსტად ძალიან საინტერესო ფილმის პრეზენტაცია, რომელზედაც დავაანონსებ, აქვე ვიტყვი, რომ ხუთშაბათს დილის ეთერში ჩვენ ვისაუბრებთ ანზორ ერქომაიშვილის და მის ბაბუას ეხება ეს ფილმი, მოკლემეტრაჟიანი ფილმია. ის რომ ცოცხალია და ხელშესახები თქვენი წყალობით, ყველა იმ შემოქმედის წყალობით ეს ძალიან კარგია. მაგრამ დღეს, როდესაც შესაძლებლობები კიდევ ვამბობ უამრავია, რატომ ხალხური? რა აქვს მას ისეთი განსაკუთრებული, რაც ასე გიზიდავთ და გაქვთ სურვილს გიჩენთ რომ შეასრულოთ ის? ქართული სიმღერა ჩვენთვის ნამდვილად ყველაზე განსაკუთრებულია და აი რატომ ჟღერი ხმებია ვთქვათ მრავალფეროვნება, ხო, აი საოცარი მელოდიურობა, რომელიც ასევე დაყვება და სახასიათო კიდე ხა თქვენ გურული ასე ვთქვათ ვერსია შემოგთავაზეთ, ხო, სიმღერის და აქაც თავისებური სპეციფიური ნიუანსები, აი როდესაც გიფიქრიათ ამაზე, რა არის, რასაც პირველს იჭერთ ხოლმე, რის გამოც გსიამოვნებთ ამ საქმის კეთება? სხვადასხვა კუთხის სიმღერებთან როცა გვაქვს შეხება და ამდენ მრავალფეროვნებას ნახულობთ, აი
განსაკუთრებულად გიყვარს ან გარჩევა და თან ერთმანეთის ხასიათის დაჭერა, რომ აი მაგალითად კახური სიმღერა საერთოდ განსხვავებულია, გურულის საერთოდ პოლიფონია განსაკუთრებულია კიდევ და ნუ ქართული სიმღერა საერთოდ მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამას გარდა ქალაქური სიმღერები, კინომუსიკა მრავალფეროვნებასთან გვაქვს შეხება გუნდში, საკალობელში თვითონ და ეს კიდევ უფრო მეტად გვეხმარება, რომ ინტერესი არ განელდეს, რადგან გუნდში თვითონ დიდი რეპერტუარია ძალიან და რადგანაც მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამიტომ დიდად გვიკმაყოფილებს, ასე ვთქვათ, სიმღერის მიმართ შესაძლებლობებს აჩენს. მოდი ბიჭებსაც ვკითხოთ, თქვენ რომელი სიმღერა გიყვართ განსაკუთრებულად და რატომ? აი, როდესაც ფიქრობ, რომ სიამოვნებს ამ სიმღერის შესრულება, აი რა არის მთავარი, ასე ვთქვათ, მიზეზი ამის? თვითონ პოლიფონია, თვითონ გურული, ჩვენ რომელიც შემოგთავაზეთ ეს სიმღერა ძალიან მრავალხმიანია და ყველა განსხვავებულ ხმას რომ ღერის ეს ხურსიამოვნებს თვითონ. რა თქმა უნდა. ცალკე არის კახური სიმღერა, რომელსაც ერთი ადამიანი მღერის თვითონ. მე ისეთი რომელიც კოსმოსშიც არის სხვათა შორის. რა თქმა უნდა და ეგეც განსხვავებულია და ესეც ხურსიამოვნებს და თვითონ მრავალფეროვნება ადამიანს რო აქვს ძალიან კაია რა. შენ რა სიტყვი? ყველა კუთხის სიმღერას თავისი ხიბლი აქვს და შესაბამისად ხასიათის მიხედვით გააჩნია რა როგორ ხასიათზეც ხარ იმის მიხედვით სიამოვნებს სხვადასხვა კუთხის სიმღერის შესრულება. მეგრულ სიმღერებზე რა სიტყვით? ნანაზე განსაკუთრებულად საინტერესო ნიმუშია, ხო? მე მგონი გაქვთ რეპერტუარში თუ არ ვცდები. ფესტივალზე როგორც ანსამბლი 16 ადამიანის შედგება თვითონ ჩვენი ანსამბლი და მეორენობრად მეგრულანა უნდა შევასრულოთ. ასე რომ ნამდვილად მიყვარს ეგ პრინციპში ხა ნამდვილად და აგერ თეკლა კურდღელია რომელიც პოლიციკით არის ბედნიერია ამ დროს და თელი სამეგრელო დარწმუნებული ვარ. მოდით ანანო რაღაცნაირად მინდა რომ ბოლოსკენ გავდივართ და იმ მნიშვნელოვან აღმოჩენებზე ვისაუბროთ, რომელსაც მსგავსი აქტივობები თუნდაც ფესტივალის სახით გვაძლევს. ჩვენ ხო იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ფაქტობრივად დილა იწყება არასასიამოვნო ამბებით, ხო, კრიზისებით, რომელიც არაერთი გადაგვიტანია და ამ ფონზე, როდესაც ელირობ რაღაც უნდა იყოს ისეთი, რაც გამოგაფხიზლებს დაგაფიქრებს, არის შესაძლებლობა, რომ ამ ახალგაზრდებს, ნიჭიერ ადამიანებს მოусმინო და იფიქრო, რომ მათ მომავალი სჭირდებათ, მათ განსაკუთრებული შესაძლებლობები სჭირდებათ და არც მეტი, არც ნაკლები თქვენ ორგანიზატორები ამ, ვთქვათ, გზაზე პატ-პატარა აგურებს უდებთ ამ ახალგაზრდებს. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ეს თაობა დაკავდეს შემოქმედებით, მუსიკით და მით უფრო იმ ხალხური შემოქმედებით, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, რაღაცა ეროვნული იდენტობის ნაწილიც არის და თან მათი წყალობი ძალიან თანამედროვეც. რა თქმა უნდა. აი, ყველაზე მეტად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ხალხური სიმღერა მიუხედავად იმისა, რომ მრავალსაუკუნოვანი ძველია და ტრადიციულია, ის ძალიან თანამედროვეა. მოგეხსენებათ ჩვენ ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ყოველთვის ჭირვა რამე მქონდა, ხო? მაგრამ ქართულ კაცს არ შეუწყვეტია სიმღერა, პირიქით სიმღერა იყო მისი გამაძლიერებელი. ეს იქნებოდა ჭირი, ეს იქნებოდა შრომა და ნებისმიერი. დღეს თუ ჩვენ რამე გვჭირდება, ალბათ სიმღერით გაერთიანება, ის მუხტი, ის ხასიათი, რაც გვაქვს გენეტიკურად, ჩვენ თუ გადავცემთ ბავშვებს ამ ყველაფერს ისინი გენეტიკას აცოცხლებენ და თანამედროვებენ ოღონდ სწორი კუთხით და რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ ეს ავთენტური იყოს და ჩვენი ფესტივალი ცდილობს რომ ავთენტური სიმღერები შევასრულოთ, თუმცა რომ მიდის და ყველაზე მეტად თუ დღეს ამ გასაჭირში აი რამდენი პრობლემა შეიძლება რომ ჩამოითვალოს სოციალური თუნდაც ყველაზე მეტად ალბათ წამალი ქართული ხალხური სიმღერაა. ჩვენი ფესტივალი ამ წამალს ამრავლებს კურნავს და რა ვიცი როგორ გითხრათ იმ ხასიათს უნარჩუნებს და იმ სულს რაც ადრე ქონდათ ჩვენს წინაპრებს. აი ვინც ახლა გვისმენს მთელ საქართველოში ან გვიყურებს და აქვს სურვილი დაებადა, არ ვიცი მიიღოს მონაწილეობა რა იმ ფორმით ჩაერთოს ამ ფესტივალში. როგორ უნდა მოგწებნოთ? დიახ, ჩვენ გვაქვს Facebook გვერდი, სადაც შეუძლიათ რომ მოგწერონ
ფესტივალის სახელი აწერია პირდაპირ, ეს არის თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი. ამ სოციალურ ქსელში ხშირად მოუწერიათ ჩაგვისვია მიღების მოსაცდელ რიგში, ესე ვთქვათ და როდესაც ამის დრო მოდის, აუცილებლად უკავშირდებით და მოდიან უკვე კასტინგზე, ესე ვთქვათ. კასტინგი ტარდება თავიდან აგზავნიან ვიდეორგოლებს და ასე მოусმენთ მათ ხარისხიან ვიდეორგოლებს, შემდეგ მათ ისტორიას ვეცნობით. ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში ისტორიებით და მე თავარი მინდა რომ ვთქვა, რომ ისტორიებთან ერთად ჩვენ სიუჟეტებს ვაკეთებთ მათზე და მათ ეს საჩუქრად რჩებათ. სარეკლამო ერთგვარი სიუჟეტია, სადაც ყვებიან თავიანთ ისტორიას, როგორ დაიბადნენ, რა გზას აგრძელებენ, რა გზა გაიარეს და ასე შემდეგ. აი ჩვენ პატარებსაც პრინციპში მეორე კურსელი პირველ კურსელი და მეათე კლასელი და სხვა პატარებსაც რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ჯგუფები არიან ყველას გაუკეთდა ეს საიმიჯო პატარა ვიდეორგოლები სადაც კარგად და ნათლად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას მიმართულებას და სახეს საინტერესოა კეთი შენ კითხავდა გიორგისაც თქვენ უკვე სწავლობთ უნივერსიტეტებში და გაქვთ პროფესიული არჩევანი გაკეთებული აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ამ გზაზე მუსიკას რა როლი ექნება და რა დატვირთვა მართალია პროფესია სხვა მაქვს არჩეული, მაგრამ არასდროს არ წარმომედგინა, რომ სიმღერისთვის თავი დავენებებინა დროის უქონლობის გამო ან რამე მსგავსი აბიტურიენტობის დროსაც და მერეც დავდივარ აქტიურად და შეიძლება პროფესია და არ ამირჩევია, მაგრამ ასე ვთქვათ, მეორე პროფესია როგორც სიმღერა სულ მინდა რომ იყოს ნაწილი და ჯერჯერობით ნამდვილად არ ვაპირებ თავის დანებებს. ძალიან კარგი. გიორგი თქვენთან როგორ არის? ჩემთანაც იგივენაირად ბავშვობიდან რომ მღერი, რთულია რომ სიმღერიდან გამოხვიდი და თავი დაანებო და მეც როგორც კეთი მეორე პროფესიად მაქვს არჩეული სიმღერა და ვაპირებ ასე გაგრძელებას. ნიკოლოს შენც ალბათ გააგრძელებ საუნივერსიტეტო ცხოვრებას და როგორ ფიქრობ მუსიკას რა დროს დაუთმობ? პროფესია შეიძლება ჩაანაცვლოს თქვენთვის. პროფესია ჯერჯერობით არ მაქვს არჩეული, მაგრამ სიმღერას რო თავს არ დავანებებ, ეს უდაოა ნამდვილად. ისეთი ადგილი უჭირავს ჩემთვის, რომ არ გამოვა მასე ყოველ. არ დავანებებ თავს. ძალიან კარგი. ანანო, ბოლოს მინდა თქვენ კითხოთ ბავშვები, რომელთანაც ურთიერთობა გაქვთ 1000-მდე თქვით, ხო? 1000-ზე მეტი ფაქტიურად. ხო, რა მაგარია. როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება ეს ბავშვები ვიხილოთ, რა მიმართულებით? რა ვთქვათ, შემსრულებლო მიმართულებით ესენი დარჩებიან, ასე ვთქვათ, ხალხური სიმღერის შემსრულებლებად თუ მაინც ბაზარი რეალურად ეს ხალხური შემოქმედება და შემდეგ უამრავი სხვა მიმართულება თავად შეუძლიათ აირჩიონ. რა თქმა უნდა, მიმართულებების მრავალფეროვანი უნდა გქონდეთ მათ ამ ცხოვრებაში. თუმცა ალბათ მუსიკალურ მიმართულებას გულისხმობთ. მუსიკალური მიმართულებით ჩვენ მაგალითად თეატრალურ უნივერსიტეტში მათ ვთავაზობთ მიმართულება გვაქვს ესეთი სალოტბა ანუ საგუნდო სადირიჟორო სადაც ფოლკლორის მიმართულებით ვასწავლით და ჩვენივე სტუდენტები რომლებიც მათ უკვე დაამთავრეს შექმნეს ანსამბლები და უკვე ჩვენთან იღებენ მონაწილეობას მათ ეს შეთავაზება აქვთ, თავარია რომ მათი გადაწყვეტილება იყოს ამ მხრივ. თუმცა გადაწყვეტილება თუ სხვა პროფესიას შეეხება, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება მათ ამ თავარია რომ სწორად გადაწყვიტონ. რასურთ სიმღერა ყოველთვის იქნება მათი თამდევი. ისინი ყოველთვის შეგვიძლია ვიხილოთ ჩვენ ფესტივალში და არა მარტო ჩვენ ფესტივალში, რადგან აი ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომ უკვე ერთობლივათაც კი ცდილობენ გააკეთონ კონცერტები, გაცვლითი რაღაც ღონისძიებები და ყოველთვის ვიხილავთ მათ. თავარია რომ ხელი აი წავაშველოთ, ხელი შეუწყოთ და მე თვითონვე აიდგამენ ფეხს და თვითონვე განაგრძობენ გზას. საესტრადო მიმართულებით ხო არ ფიქრობთ ვინმე ვთქვათ კარიერის გაგრძელებას? არა, ნაკლებად. რატომ? აი როგორი საოცარი დამოკიდებულებაა, ვისაც აქვს, ვთქვათ, საშუალება შეასრულოს ხალხური სიმღერა, რაღაცნაირად ესტრადა დიდად არ წყალობს. არა და თქვენაირი ნიჭიერი ახალგაზრდები კაცალე მჭირდება. გვაქვს შეხება სხვადასხვა სიმღერებთან, ხალხურის გარდა ქალაქურებსაც, ასე თუ ისე ხალხური ფოლკლორი. კი, ხალხური ფოლკლორი.
მაგრამ ან ესტრადასთან ნაკლებად იმდენად აი როგორც წეგან თქვით მრავალფეროვანია ხალხი. ხო, მაგრამ ამ ესტრადას მე სხვა დიდება მოგიხარ. თუ გადაავლებს თვალს მსოფლიო ვარსკვლავებს, მათი სახელი და გვარები ყველგან ვიცით, ხო? ვინ არიან და რა შოუებს გამენ და თუნდაც ძალიან ასე ვთქვათ მონეტარულად რო შეაფასი, იმხელა შემოსავალი აქვთ, რომ ძალიან კარგად გრძნობენ თავს. ამ კუთხით ვთქვათ არ გეჩვენებათ საინტერესოდ ეს კარიერა. ეგ მართალია, მაგრამ ჩვენ აი მაგალითად ანსამბლის შექმნაც იქიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ მეგობრები ვართ ერთმანეთის და ეს ინტერესი მაგის გამო კიდე უფრო გაიზარდა, როცა გავიზარდეთ და აი ამ მეგობრებიდან გამომდინარე შექმნილ ანსამბლში სიმღერის სიყვარულის გარდა ერთმანეთის სიყვარულით ვღერით და ამიტომ სიმღერასთან დაკავშირებით ეს გვაერთიანებს და სხვა მხრივ დიდად არ გვიფიქრია, ხო? ძალიან კარგი. მიხარია მე ეს. ამბობი წარმატებები მინდა გისურვოთ კიდევ ერთხელ ქეთი ბასილაია, ნიკოლოზ ბასილაია და გიორგი ჩორგოლაშვილი წარმოადგენდნენ ახალგაზრდული ანსამბლის ტრიოს, რომელიც ელოდება სახელს და იმედი მაქვს რომ შემდეგ როდესაც გვესტუმრებთ უკვე სახელი გექნებათ ამ ამბავში თუ დაგვეხმარება ჩვენი მსვენელი ან მაყურებელი ეგეც კარგი იქნება და ანანო ხიჯაკაძე ფესტივალის პროდიუსერი საუბრობდა თემაზე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ 24 ნოემბერს 19 საათზე დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების საფესტივალო კონცერტი ამჯერად უკვე მე-5-ად გაიმართება. წარმატებები, მადლობა ყურადღებისთვის, დავამშვიდობოთ ჩვენს მსვენელს დროებით და მადლობა უთხრათ მათაც დათმობილი დროისთვის.